მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. დღეს თქვენთან ერთად ლენორმანის დასტაზე გავშლი თქვენს ურთიერთობაზე, ხო? აი თქვენ შესახებ მასგან ვიხილავთ სიტუაციას დღეს რა ხდება თქვენ შორის. მოკლედ მე ვნახავთ რას გძნობთ თქვენ მასთან მიმართებაში, ის რას გძნობთ თქვენთან მიმართებაში. ხო? და რა იქნება მომავალში თქვენ შორის, ხო? ჩაიფიქრეთ. სახელები, გვარები, ანუ თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელი შედარიცხვი, თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი დაბადების წელი თვედარიცხვი და დავიწყოთ ჩვენი გაშლა. ჩაიფიქრეთ თუ რამეს გაურკვევლობაში, ასე ვთქვათ, გაურკვევლობაში ჩავაგდებ თუ რაიმე გაურკვევლობაში ჩავაგდებს და ტაროს დასტასაც მოვიშველიებ, ასე ვიტყვი. აბა. ნახოთ. თქვენ ის სიტუაცია დღეს თქვენ შორის როგორია? ეს იქნება თქვენი გზნობები მასთან მიმართებაში, ის რას გზნობს თქვენთან მიმართებაში და მომავალში თქვენ შორის რა იქნება. გზნობ ტაროს დასტა დამჭირდება. ფონიც რა თქმა უნდა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ფონი ყოველთვის განვიხილავ, ანუ და აქ ჩავდებ, ნახეთ, აი ესე ჩავდებ ფონს, იმიტომ რომ დღევანდელობასთან ასოცირდება დღეს რა ხდება თქვენ შორის და ბევრ რამეში გაგვარკვევს ფონით, ასე ვთქვათ, გავწევ. ფონი დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ თქვენ შორის რა ხდება და რატო ხდება და მოდით დავიწყოთ, ხო? რეალურად ფონის და მიხედვით დავიწყებთ დღევანდელ დღეს რა ხდება თქვენ შორის. მოდი ახლა განვიხილოთ რა ხდება თქვენ შორის და რადგან ფონი და ასევე სხვა კარტიც ჩემს გაშლებში ყოველთვის ასე ვთქვათ ყვება რა არის დღევანდელობა თქვენ შორის, ამოვატრიალებ ამ არკანებს. მოწევამებსაც თითქოს არ აჩანს, ესე იყოს, კი ბატონო. ესე იგი, ჩიტების და გემის არკანიდან გამომდინარე, მოდით ჯერ ჩიტებზე დავიწყებ საუბარს, ხო, ფონად, რომელიც მაქვს ჩიტების არკანის მიხედვით ურთიერთობაში, ანუ არც ემოციები არის, არც ქარიშხალი, რაღაც ცნებების არაფერი არ არის, არც ემოციური ზღვა არ არის, ერთი პარტნიორის დათრგუნვა მეორე პარტნიორის მხრიდან, აი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენი მხრიდან უფრო ხდება თქვენი პარტნიორის დათრგუნვა, არ ვიცი რატომ მოვიდა ეს ვიბრაციები, მაგრამ მოვიდა, ფაქტია. არ ვიცი, ნახოთ, გავშლით და ბოლომდე მივხვდებით, რატომ გრძნობ ასე, მაგრამ გავაგზავნოთ, ხო? რეალურად გონია, რომ თქვენ ხართ აი, როგორ გინდათ, იცით, თქვენ რასაც იტყვით, გინდათ, რომ ისე იყოს ურთიერთობაში, აი, იმიტომ რომ გემის არკანიდან გამომდინარე, აი, საერთოდ სხვადასხვა ადამიანები ხართ, საერთოდ სხვადასხვა ინტერესებით, საერთოდ სხვადასხვა ხასიათებით. აი ესეთი პიროვნებები ხართ და აქედან გამომდინარე მიდის უკვე ინტერესთა შეჯახება ერთმანეთთან ხვდებით და აქედან გამომდინარე დღეს რაც ხდება თქვენს ურთიერთობაში არც ასე ვთქვათ ემოციებია, არც ნება, არც არაფერი არ ხდება და აქ თქვენ ხართ ძალიან დიდ დეპრესიაში ამ ურთიერთობის გამო, ხო? პიროვნება თითქოს შესაძლებელია აი გემის არკანიდან გამომდინარე თვითონ იყოს გასული ამ ურთიერთობიდან, წასული იყოს, დაშორებულები იყოთ, მანძილი იყოს თქვენ შორის, შესაძლებელია სხვა ქვეყანაში წავიდა და აქედან გამომდინარე არ ვიცი, ყველამ თქვენი ვარიანტი მოიგეთ სათითაოდ, ხო? ხო და აი რეალურად მოდით ასე ვიტყვი, რა გაქვთ შიშები, მძიმე აზრები იმის გამო, რომ პიროვნება გასულია ურთიერთობიდან, წასული აღარ დაბრუნდება მარტო დარჩით, მარტოობის გეშინიათ, იმედგაცრუებული ხართ თქვენი პარტნიორით, ხომ, რაღაცნაირად გინდათ რომ რაღაცა შეეხმიანოთ, მიწეროთ პირველმა გადადგათ ნაბიჯი, მაგრამ თავს იკავებთ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ელოდებით რა მას უფრო თვითონ გამოვიდეს კონტაქტზე, მაგრამ თვითონ არ ჩანს, არ გამოდის კონტაქტზე და რაღაცნაირად დამძიმებული ხართ დღევანდელი ვიბრაციებიდან გამომდინარე, ხო?
ну გემის არკანიდან მტკიცებს იმას, რომ თქვენ შორის არის მანძილი, თქვენ შორის არის დისტანცია, განშორება, არ არის ну გამორიცხული რომ რაც ვაღვნიშნე წასულია სხვა ქვეყანაში პიროვნება, ან უბრალოდ დაშორდით და მანძილზე იმყოფებით ერთმანეთისგან ფიზიკურად, ასე ვთქვათ, შესაძლებელია. არ არის ეგეც გამორიცხული, არც იმას გამორიცხავს სხვათა შორის აი ორი არკანიდან გამომდინარე, თუ ვთქვათ მანძილზე არ არის პიროვნება შესაძლებელია ერთ სახლში ცხოვრობთ, მაგრამ ჩიტების და გემის არკანიდან გამომდინარე, მაინც დათრგუნული მდგომარეობა, ერთმანეთთან მიმართებაში არანაირი ემოცია არ გაქვთ, არანაირად აი არ საზრდოობთ ერთმანეთით, შესაძლებელია ცალ-ცალკე ოთახებშიც კი იყოთ, ხო ხვდებით, ანუ თუ ერთად ცხოვრობთ, ну აი რაღაც ურთიერთობა ძალიან გაჩაჩანაკებულია და აი ნოლამდეა დასული, ხვდებით და რეალურად თქვენ გაქვთ უკვე შიშები, რომ თქვენი ხასიათის და გამო არ ვიცი რატო ვიძახი ამას, მაგრამ ასე მგონია, რომ რატომღაც თქვენი პარტნიორი შეიძლება მაგიტომ იყოს ასეთ მდგომარეობაში, ან გარბოდეს, ან უდოდეს გაქცევა, იმიტომ რომ თრგუნავთ თქვენს პარტნიორს, ხო? არ ვიცი რატომ მომდის ეს ვიბრაციები თქვენზე, ჯერჯერობით ადამიანი თქვენი განხილვა არ დამიწყია, ხო? ну რა როგორ ვთქვა, საშუალს ვერ ხედავთ ვერაფერში და რეალურად თუ ერთად ცხოვრობთ და ასე ვთქვათ, ერთ სახლში ხართ, თითქოს რაღაც იმედი გქონდათ ან გაქვთ, რომ შესაძლებელია ყველაფერი გამოსწორდეს, მაგრამ საშველი არ აჩანს, თუ ის მდგომარეობა, რომ დისტანციაზე ხართ, პიროვნება თქვენგან შორს არის ფიზიკურადაც და ემოციურადაც, გგონიათ, რომ გამოსწორდება ყველაფერი და ან ჩამოვა საერთოდაც აწასული შემოგეხმიანებათ, მაგრამ დრო გადის და მან შემთხვევაში, მაგ შემთხვევაში საშველი არანაირად არ აჩანს და აქედან გამომდინარე უკვე რაღაცნაირად დეპრესიულ აპათიურ მდგომარეობაში ხართ, შიშებში ხართ ჩავარდნილი ამ ურთიერთობასთან მიმართებაში, რომ თითქოს ყველაფერი შესაძლებელია დასრულდეს და აქედან გამომდინარე რაღაც ემოციური, ასე ვთქვათ, ვარდნა გაქვთ ურთიერთობაში, ვინც ამ გაშლას უყურებთ. ალბათ თქვენ რადგან უყურებთ ამ გაშლას, იმიტომაც მომდის თქვენზე ინტუიციურად, რომ შესაძლებელია პარტნიორი თქვენ გაგექცათ. რეალურად ურთიერთობიდან არ აქვს მნიშვნელობა, ერთად ცხოვრობთ და მაგ შემთხვევაში მენტალურად გაქცეული, თუ საერთო ჯამში ისე გაიქცა, ხო? და აი, ურთიერთობა გინდათ, არ გინდათ, არის თუ მდგომარეობაში. გინდა ასე, გინდა ისე. ყველა ვარიანტი. მოდი ახლა განვიხილოთ თქვენი პიროვნებები, ხო? ეს თქვენ ხართ. ეს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნებაა, ხო? მოდი ასე ვთქვათ, თქვენი პიროვნების დამახასიათებელი არკანი არის ჯვარი და თქვენი პიროვნების დამახასიათებელი ასე ვთქვათ, არკანი არის სამყურა. როგორ დავახასიათებთ ახლა თქვენს პიროვნებას ჯვრის არკანის მიხედვით, ხო? პიროვნება ეგრეთ ვიცოდე, რაღაც თქვენი და შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყოს. პიროვნება თქვენ ხართ, როგორც ასეთი საკვირად თავში დარწმუნებული, ღრმად მორწმუნე პიროვნებად ჯვრის არკანიდან გამომდინარე. შესაძლოა მუშაობდეთ ასევე არ გამოვირთხავ სტრუქტურაში, აი კაცურ სამსახურს, აი სადაც კაცები მუშაობენ, ხო? რაღაცნაირად კაცურ სამსახურს, სადაც ასე ვთქვათ, მძიმე სამუშაოები, მძიმე ხასიათის ხალხი მუშაობს, ხო? თქვენ ცხოვრებაც ზართულია, მოდი ცხოვრება თქვენი ძალიან რთულია, რაღაცნაირად ჯვარი გაქვთ აკიდებული, ხო? ცხოვრებისეულად, როდესაც გიყვართ ზოგადად, როდესაც ყველაფერი, აი, ხო ვთქვი, ხო, გემის არკანიდან გამომდინარე, თითქოს თქვენ თრგუნავთ თქვენს პარტნიორს, ხო, აი, თავიდანვე წამოვიდა, ალბათ თქვენ რომ უყურებთ გაშლას, ალბათ თქვენზე, ამიტომ აქ უფრო, ასე ვთქვათ, ინტუიციურად წამოსული ეს გრძნობები, რომ აი, შესაძლებელია თქვენზე ვფიქრობდი, რომ თქვენიდან გამომდინარეა პარტნიორი, ასე ვთქვათ, გასული ურთიერთობიდან არ აქვს მნიშვნელობა, დისტანციაზე ხართ თუ მენტალურ დისტანციაზე ხართ, ხო? თითქოს გიყვართ, როცა ყველაფერი თქვენი წესებისამებრ ხდება, თქვენთან ცხოვრება არის ძალიან რთული, მოკლედ ერთი სიტყვით და ერთი გაგებით რო იტყვიან, ხო? მაგრამ ხასიათით ძალიან მიზანმიმართული, პასუხისმგებლიანი პიროვნება ხართ, მიზნის მიღწევისთვის, ანუ მზად ხართ, რომ ბევრ რამეზე უარი თქვათ. პესიმიზმი გახასიათებთ და როგორც ასეთი, ხო, ჯვრის არკანის მიხედვით, ასევე ვიტყვი, რომ თქვენ ხართ საბედისწერო პიროვნება. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ოჯახური ცხოვრება, ეს იქნება მეგობრული ურთიერთობა თუ რასხის ურთიერთობა. თქვენ ხართ ძალიან საბედისწერო, სხვათა შორის ერთგული პიროვნება მიუხედავად თქვენი მძიმე ხასიათისა, ხო? როგორც ასეთი, თქვენი პიროვნება სამყურას
არკანიდან გამომდინარე, სამყურას არკანიდან გამომდინარე, მოდით ასე ვიტყვი, რა თქვენთან შედარებით ძალიან რბილია. გულწრფელი, მოდი ვიტყვი ასეთ რამეს, ხო, აი აქ ვერ ვხედავ მე იმას, ან ვინმეს გამოწავიდა, ან გიღალატათ, ან რაღაცნაირად გაგცვალათ, არა, უბრალოდ ადამიანს თრგუნავდი თქვენი ხასიათით და აქედან გამომდინარე, ამიტომ არის თქვენს ურთიერთობაში დღეს ეს სირთულეები, რაც ხდება, ხო? არ აქვს მნიშვნელობა ისევ და ისევ დავკონკრეტდები, ერთ სახლში ცხოვრობთ, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, თუ დისტანციაზე ხართ ერთმანეთისგან, ხო? დისტანციაში, ანუ ფიზიკური სიშორე, სხვა ქვეყანა, თუნდაც შესაძლებელია, ну, მოკლედ, ერთი სივრცე არა ყოველი შემთხვევაში ეს იგულისხმება, ხო? როგორია თქვენი პიროვნება სამყურას არკანის მიხედვით. გულწრფელია პიროვნება, შემიძლია დავახასიათო, კეთილსინდისიერი, ანუ სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, ხო? ადამიანებზე იცის როგორ მოერგოს ნებისმიერ კომპანიას, ანუ ნებისმიერ ადამიანს, ასე ვთქვათ, საერთო ენას გამონახავს ნებისმიერ პიროვნებასთან, ხო? იღბლიანი პიროვნება, მოდი ასე ვთქვათ, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მისი იღბალი, თუნდაც იმასთან მიმართებაში, საზოგადოებრივ თქვათ, ან green card მოიგონა რაღაცა, წავიდა რა და აი ფორტუნა დაეცა ზედ და წავიდა პიროვნება რაღაცნაირად ცხოვრების უკეთ მოსაწყობად, ხო? იღბლიანია, ოპტიმისტია, მეგობრულია, ანუ ურთიერთობაში, პრაქტიკული პიროვნება, სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ამ არკანის მიხედვით, ხო? პიროვნება უპირატესობას ანიჭებს ბუნებას და დიდი სიამოვნებით, აი ყოველთვის დიდი სიამოვნებას იღებს, აი თქვენთან მიხვდებით ვიზე მაქვს საუბარი და ვისაც აღწერ ამ კრიტერიუმების ასე ვთქვათ ქვეშ თუ არის მოქცეული, თქვენ და თქვენი პიროვნებაზე გააგრძელეთ ამ გაშლის ყურება, ესე იგი თქვენზეა ეს საჯარო გაშლა. ესე იგი, ანიჭებს უპირატესობას ბუნებას, უყვარს იქ დასვენება, იმიტომ რომ ანუ თავს კომფორტულად გრძნობს პიროვნება, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში და აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ლაღად, კარგად ერგება და ასე ვთქვათ, დაწყობაში მოდის ბუნებასთან, ხო? ესეც გავიარეთ, ანუ ავღწერეთ. ეხლა მოდი შემდეგი საკითხი რა იყო, რას გძნობთ თქვენ პიროვნებასთან მიმართებაში ქალის არკანი, თქვენ თვითონ ამოხვედით. მაინც საკუთარ თავს ხო, აი გითხარით ხო, მაინც საკუთარ თავს აყენებთ უპირატესობაში. კი ბატონო, თქვენ ხართ თქვენი სვის ნათქვამა რა. კი ბატონო, და რას გძნობს პიროვნება თქვენთან მიმართებაში, ხო? მოდი ასე ვთქვათ, თქვენ, მოდი თქვენზე ვიტყვი ჯაჯავით, თქვენ რას გძნობთ თქვენ პიროვნებასთან მიმართებაში, თქვენ თვითონ ამოხვედით როგორც სიგნიფიკატორი, ასე ვთქვათ, საჯარო გაშლაში და თქვენი გზნობებიდან გამომდინარე, ხო? რას შემიძლია ვთქვათ, პიროვნება მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, ესეთი სირთულეებია და ასეთ დეპრესიაში ჩაგაგდოთ, მაინც ძალიან გიყვართ, ხომ? თქვენთვის, ასე ვთქვათ, რო კითხონ, ხო, გიყვართ თუ არა ეს პიროვნება, უკასხოთ კი, მთელი სულით და გულით, მაინც იმედი გაქვთ ყველაფერი, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. მთელი გულით და სულით ელოდებით იმას, რომ ეს პიროვნება დაბრუნდება, იმიტომ მთელი გულით და სულით გიყვართ ეს პიროვნება. რაც შეეხება თქვენს პიროვნებას, მისი გზნობები გზა გასაყარის არკანიდან გამომდინარე, აი ზუსტადაც რო აღწერს, ხო, არ არის დარწმუნებული, ანუ არ არის ეს ისეთი, აი, როგორ ვთქვათ, აიწონას პრინციპის კარტია, ხვდებით, ანუ გაუგებრობაში არ არის დარწმუნებული იმაში თუ რას განიცდის თქვენთან მიმართებაში. გზნობები რო ვიკითხოთ, რო კითხონ, რას გზნობთ მასთან მიმართებაში, ასე ვთქვათ, ხო? თავის თავს კითხავს, მიყვარს რომ აი შესაძლებელია ეს დროს დაუშვას თქვენთან მიმართებაში, ხო? აქ უკვე გაორება მიმდინარეობს სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც პიროვნება იძულებულია დაფიქრდეს, ხო? უღირს თუ არა თქვენთან ყოფნა და სჭირდებით თუ არა მას. ну არ ვიცით როგორ არის აქ მე დიდად ეს თქვენი სიგნიფიკატორია და აქედან გამომდინარე მე ისევ და ისევ დავკონკრეტდები თუ არჩევანზეა საკითხი მიმდგარი ხო აი მოდი ტაროს კარს ვკითხოთ ხო რეალურად გზნობებს რომ დავამთავრებ მაგას ვკითხავ იმიტომ რა გახდა ამ ასე ვთქვათ გაურკვევლობის არჩევნის მიზეზი თქვენ თუ თქვენობა ხო ამას ვიკითხავ მაგრამ ჯერ გზნობებზე ვისაუბრებთ ასევე ჩავშლით ხო ანუ ასე ვიტყვი რა არ არის დარწმუნებული თავის გზნობებში თქვენთან მიმართებაში ნამდვილად უყვარხართ თუ არა დღეს
ნუ ამ არკანის მიხედვით მოდი ასე ვიტყვი, შესაძლებელია მის ცხოვრებაში ამჟამად და ამ ეტაპზე მესამე პიროვნებაც არის. ან თქვენ შორის ვიღაც მესამე პიროვნებაც არსებობდეს, იმიტომ რომ გინდა არ გინდა აქამდე რო არ ამოსულიყო ეხლა ეს არკანი, ხო, გზნობებიდან გამომდინარე ეს არკანი მეუფლებას მაძლევს თქვა, რომ მისი გზნობები ორად გაიყო თქვენსა და ვიღაცას შორის, მესამე პიროვნებას შორის, იმიტომ რომ არჩევანია, გინდა არ გინდა არჩევანია და ზუსტად იმ მესამე პიროვნებამ შესაძლებელია, ასე ვთქვათ, განაპირობა ის ფაქტორი, რომ პიროვნებას უხდება აერჩიოს, ხო, უწევს აერჩიოს თქვენ თუ ის, თქვენ თუ სხვა პიროვნება. და აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არჩევანია, ხო, ეს არის მოდი ასე ვთქვათ, კონკრეტიკაში არ მოვიყვან, ქალია თუ სიტუაცია, თქვენ შორის რატო თქვი ქალი არ ვიცი, მაგრამ მაინც კონკრეტიკაში არ მოვიყვან, ეს სიტუაციურად ამ მესამე ფაქტორი თუ ვინმეა თქვენ შორის, ამას ვიკითხავ ტაროს დასტით. მაგრამ ფაქტია, რომ არ არის დარწმუნებული თავის გზნობებში თქვენთან მიმართებაში და კითხვა, რომ დაუსვან ამ პიროვნებას გიყვარს შენ აი ეს ქალბატონი, ანუ თქვენ უყვარხართ თუ არა, კითხვა, აი პასუხი რა იქნება, იცით, რომ არ ვიცი, პასუხი იქნება ეს. ნუ აი სამწუხაროდ ეს იქნება პასუხი, ხო, რეალურად. რაც შეეხება რა იქნება თქვენ შორის მომავალში, ხო? არც დიდად ეს არც ეს ასე ვთქვათ ცელი, ხო? არც ეს არ არის ასე ვთქვათ კარგი არკანი. ნუ აი მოდი ესე ვიტყვი. ტაროს დასტით უფრო განვამტკიცებ მე ამ კითხვას, ხო? რა იქნება თქვენ შორის? ორი ვარიანტია. რეალურად პირველი ვარიანტის მიხედვით თქვენ მოულოდნელად როგორც დაიშალეთ, აი მოულოდნელობა იყო თქვენთვის ეს ყველაფერი თავდადაცემი, რომ პიროვნება ესე კონტაქტზე არ გამოდის, გაქრა, იმიტომაც ხარ შიშებს და ნერვულად მარტოდ ხო არ დაგტოვათ. ნუ მოულოდნელი იყო თქვენი დაშლა, გაუგებრობებია თქვენ შორის დღესდღეობით, ანუ და მომავალშიც იგივეა. ანუ უარყვეს ურთიერთობაში და დღემდე ეს მე მომავალშიც ესე იქნება, უარყოფა იქნება. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ვიღაც ცდილობს, რომ გაანადგუროს თქვენი ურთიერთობა და მომავალშიც ასე ვთქვათ, შეეცდება, რომ თქვენი ურთიერთობა გაანადგუროს, ნამდვილად ასე იქნება. და მეორე ვარიანტი, ასე ვთქვათ, თქვენ სასარგებლოდ რო ვისაუბროთ, ხო? სანამ განვამტკიცებ ტაროს დასტით კითხვებში, ხო, რა მდგომარეობა და რატო და ორ კითხვას დავსვამ აუცილებლად. ანუ იმისთვის, რომ თქვენ შერიგდეთ, აუცილებელია ორივე თქვენგანმა დაივიწყოთ წარსული, წყენები და გადახვიდეთ მოქმედებებზე, ხო? ერთმანეთს არ დაელოდოთ ვინ პირველი და უნდა დაილაპარაკოთ ურთიერთობებზე, უნდა მოილაპარაკოთ, რომ უნდა დაილაპარაკოთ, გარკვევთ, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი თქვენს ურთიერთობაში, რატო ესეთი სირთულე დღეს ამ ურთიერთობაში და უნდა მოავაროთ ეს პრობლემები და შესაძლებელია კიდევ რაღაცნაირად ახლიდან შეკოწიწდეს ის სიტუაცია, რომ შეძლოთ ერთად ყოფნა, ხო? ოღონდ ეს ყველაფერი მოხდება, მაშინ თუ თქვენ ამ ყველაფერზე, თქვათ, გადააბიჯებთ საკუთარ თავებს და მიცემთ საკუთარ თავებს უფლებას, რომ იყოთ ამ ურთიერთობაში თავიდან. მოდი ახლა ვიკითხოთ. მე რა შეჭერს ამ კაცს, გაგიჟდა. მოდი ვიკითხოთ ახლა, ხო? რას მეუბნება მე გზაგახსაყარის არკანი? არის თუ არა? რაზე მიმითითებს უბრალოდ გზაგახსაყარის არკანი? ზოგადად ლენორმაში გზაგახსაყარი არჩევანს ნიშნავს და ეს არჩევანი რა არჩევანია? რასთან არის ასოცირებული ეს არჩევანი მამაკაცის მხრიდან გზნობებში? წავიდა. მისთან მიმართებაში, ვინც უყურებს ამ გაშლას, იმასთან მიმართებაში აქვს გრძნობები ისევ? სხვა ქალია მის ცხოვრებაში, სხვა პიროვნება უკაცრავად მის ცხოვრებაში? კარგით, მე უფრო ესე ვიტყოდი. პირველი კითხვიდან გამომდინარე, რატო წავიდა? წავიდა იმიტომ, რომ ფაქტია, რომ გზნობები სხვასთან გაუჩნდა და თავისი გზნობების გამო თავის თავზე, აი, მოდი ესე შევატრიალებ, ხო? აი, ესე შევატრიალებ. ეს პიროვნება, აი ეს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე. მოკლედ ახლა უყურეთ როგორ მდგომარეობა.
ფაქტორი ნამდვილად სხვა პიროვნებაა თქვენს ურთიერთობაში, მესამე პიროვნება, ასე ვთქვათ, სხვა პიროვნებისადმი გზნობების გამო წავიდა თქვენგან, იფიქრა საკუთარ თავზე, საკუთარ გზნობებზე, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, იგზნო სხვა ადამიანისადმი სიყვარული, მაგრამ როგორ არის იცი, აი ამ არკანის მიხედვით, რო კითხოთ იმ ადამიანზე უყვარს თუ არა, აქ ემოციური ის არის, საქანელა არის, აქაც ხო ხან უყვარს, ხან არ უყვარს. ეს უფრო ფიქრობ, ეს წავიდა ამ ურთიერთობიდან თითქოს აი ამ დათრგუნულ სიტუაციაში, რაც თქვენ შორის ხდებოდა, ხო? ამ პიროვნებამ ვიღაცასთან შესაძლებელია, ასე ვთქვათ, მიმოწერა, გააბა, შეხვდა და ასე შემდეგ, ან თუნდაც სადაც წავიდა, საზოგადოებრივ თუ ვიმჟერებთ იმას, ხო, რეალურად წავიდა საზოგადოებრივ, იქ გაიცნო ვიღაც და აი ესე დარწმუნებით რომ ვიღაცა უყვარს და ამის გამო წავიდა, არა, მაგრამ უფრო საკუთარი თავის სიამოვნებისთვის წავიდა, იმისთვის რომ საკუთარი თავი კარგად ყავდეს, მოკლედ და ნუ მესამე პირი ამ ურთიერთობაში არსებობს, მაგრამ ერთობ მე თუ მკითხავთ რომ ეს პიროვნება უყვარს თუ არა ამ ადამიანს, თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას, მე ვერ ვიტყვი, რომ თვაც სიყვარული შეიძლება იყოს, მე ესე უფრო ვიტყოდი, რომ ეს არის ემოციური საქანელა, ზოგჯერ აქვს ეს ემოციური ბმა ამ პიროვნებასთან, ზოგჯერ არ აქვს, იმიტომ რომ თქვენთან ერთობ კითხვა რომ დავსვათ უყვარხართ თუ არა, არ იცის, აქაც ამ შემთხვევაში, ესე ვიტყვი, თვაც სიყვარული არა, თავის კეთილდღეობის გამო გასულია ურთიერთობიდან ეს პიროვნება, თითქოს რაღაც საკუთარ თავზე ორიენტირდა, აი ეს ეგოისტი პიროვნებასავით, ხო? აი ესეთი ვარიანტი არის აქ. ეხლა მოდი განვიხილოთ, აქ ისევ აქ დავაბრუნებ არკანის ან ტელეფონის კამერას. მოდი ეხლა ვიკითხავ აქ. რაზე მიმითითებს ეს ცელი, ხო? რას მიმითითებს ცელი? რა მოხდება ამ პიროვნებებს შორის, ჩაფიქრებულ პიროვნებასა და იმ თქვენ შორის რა მოხდება? მომავალში მოდი ვნახოთ. აი ზუსტად ნახეთ, აუცილებლად. ეს არის ურესურსო მდგომარეობა, სადაც პიროვნება ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად და ამიტომ გავიდა ურთიერთობიდან საკუთარი თავისთვის, ანუ საკუთარ თავზე ორიენტირდა და აი ცხრიანი ჭარბობს ძალიან ხვდებით თავის თავთან მიმართებაში, იდილიაში რომ იყოს, ამიტომ გავიდა ურთიერთობიდან ეს პიროვნება და რაღაცნაირად თითქოს თავიდან ეჩვენებოდა რომ შეიძლება და გზნობები სხვა ადამიანთან ყოფილიყო, მაგრამ არა, რეალურად დღეს უკვე ეს პიროვნება ხვდება რომ არც აი ეს დარწმუნებით ვერც თქვენზე იტყვის რომ უყვარხარ და ვერც იმაზე, მაგრამ არც ესეთი რომ დამთავრებულიყო თქვენი ურთიერთობა, თლად ამასაც ვერ ვხედავ, იმიტომ რომ აი როგორც მეორე ვარიანტი ახსენი, ხო? დასასრულს მე აქ არ ვხედავ, უბრალოდ საჭიროა დალაპარაკება და იმ ფაქტორების, ასე ვთქვათ, დამუშავება ორივეს მხრიდან ერთობლივი მუშაობა საჭირო ამ ურთიერთობაზე, რომ რაღაცნაირად თითქოს თავიდან დაიწყოთ ეს ურთიერთობა, რაზეც აი მეტყველებს აი ეს არკანი და კი ბატონო ამოვიკიდევაც 10-იანი თასები, ხო? თავიდან დაიწყოთ ის რაღაცნაირი კარგი ურთიერთობა, რაც თქვენ შორის იყო და არის შესაძლებელი ამ ურთიერთობის განახლება რა, ის ყველაფერს ახლა ვერ დაივიწყებთ, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება ეგეთ ზღაპარია, რომ წყენები დაივიწყოთ, მაგრამ საკუთარ თავს თუ ერთმანეთში გარკვევთ ამ პრობლემებს, შესაძლებელია გააქვთ შანსი იმისა, რომ თავიდან ურთიერთ შრომის ხარჯზე და ასე ვთქვათ, მეშვეობით ეს ურთიერთობა რაღაც ახლიდან დაიწყოთ და უფრო სწორად განავითაროთ. ნამდვილად არის ამის შანსი. აქედან გამომდინარე, როგორც აი ეს არკანი, ხო? მეორე რაც ჩამოვთვალე, იქიდან გამომდინარე, რას ნიშნავს თქო, ხო? რასაც მე ვცელი არის დამთავრება ურთიერთობის, მაგრამ ასევე რაც საჭიროებს ასე ვთქვათ, ურთიერთობის თემაზე ახალ მოლაპარაკებაზე, ისაუბროთ ამ ურთიერთობაზე, უნდა ილაპარაკოთ ამ ურთიერთობაზე, რამ გამოიწვია თქვენ შორის აი ეს ფაქტორები და ერთად უნდა დაამუშავოთ ურთიერთშრომის საფუძველზე შესაძლებელი იქნება დადებითი შედეგი დადოთ თქვენს ურთიერთობაში. ოღონდ უმოქმედობის დრო არ არის, უნდა იმოქმედოთ როგორც ერთმა, ასევე მეორე მხარემ და თითქოს თავიდან მე აღნიშნე, ხო? გინდა თითქოს პირველი ნაბიჯი გადადგათ, მაგრამ თავს იკავებთ. აქედან გამომდინარე, თქვენზეც არის დამოკიდებული, რას გააკეთებთ, გადადგავთ თუ არა პირველ ნაბიჯს. ასე თუ ისე ორივე ვარიანტში ვფიქრობ, რომ მშვიდად იქნებით, ხო? პირველ ვარიანტში გაიგებთ, რა შევა მოყვეს და უიმედოლოდის თავს გაანებებთ, მეორე ვარიანტში შესაძლებელი ურთიერთობა ახალ სტადიაზე გადავიდეს, ნუ ახლებურად გადავიდეს ურთიერთობის სტადიაზე და განახლოთ ურთიერთობა. სულ ეს ყურის თქვენს მსურდა დღეს ამ გაშლასთან დაკავშირებით, თქვენი ძალიან კარგი გაშლა გამოვიდა და კმაყოფილი ვარ გაშლით. რაღაცნაირად ლენორმანი და ტარო ძალიან კარგად გვესაუბრა დღეს თქვენს ურთიერთობაზე, რა არის თქვენს გრძნობებზე, თქვენს პიროვნებებზე და რა იქნება, ხო? სულ ეს იყო, ჩემო კარგებო, დაგემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და
შვიდობიან ცხოვრებას გისურვებთ. გისურვებთ ყველაფერი თქვენთვის გაუგებარი, გარკვეული იყოს. ერთმანეთის პატივისცემა, ურთიერთგაგება და სიყვარული შეგეძლოთ და ერთმანეთის მხარში დგომა, რაც აუცილებელია ურთიერთობისთვის. დაგემშვიდობებით, კარგად იყავით.